სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ეპისკოპოსი ილია მინიატისი. დიდი მარხვის მეხუთე კვირას. სინანულისათვის. ეს სიტყვა, რომელიც დღეს შევარჩიე, რომ წავიკითხოთ, საკმაოდ ვრცელი სიტყვა არის, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. ამიტომ პირველ ნაწილს დაუტევებ ძალიან რომ არ დაგღალოთ და მხოლოდ მეორე ნაწილს წაგიკითხავთ. ამიტომ თუ დასაწყისი ცოტა უცნაურად გეჩვენათ, იცოდეთ რომ ეს გაგრძელება არის საკმაოდ ესე ვთქვათ მძიმე სიტყვისა. და არ გეჩვენოთ უცნაურად ესეთი დასაწყისი. ფიქრობ დღევანდელი სიტყვა მეტად სასტიკი გეჩვენებათ. ის თქვენს გულებს ისარივით გმირავს, მაგრამ რა ვუყოთ? როცა წყლული ჩირკდება, არა სალბუნი, არამედ ცეცხლი და რკინაა საჭირო. ახლა არა პირმოთნე და საამური, არამედ მწარე და საშინელი სიტყვები გვჭირდება. ეს სავსებით მართებულია. ჩვენ არ ვინანიებთ, რადგან ვიმედოვნებთ, რომ კიდევ გვაქვს დრო ამისათვის. მაგრამ ვწდებით. ჭეშმარიტი სინანულისთვის არა გვაქვს ნება, რომელიც ჩვევათა დატევება შეძლებდა. არც ღვთის მადლი გვაქვს, რომელიც ცოდვას არ დაითმენდა. ეშმაკმა ასეთ საშუალებას მიმართა. ადამიანები წასატყმედში სინანულის მოიმედენი ჩაიყვანა. ჯოჯოხეთი აღსებულია სულებით სამოთხის მოპოვებას რომ იმედოვნებდნენ. აი აქ სულ ცოტა ხნით მინდა რომ შევჩერდეთ და კარგად გავიაზროთ ეს სიტყვები. ახეთ რას ამბობს მქადაგებელი? ეშმაკმა ასეთ საშუალებას მიმართა. ადამიანები წასატყმედში სინანულის მოიმედენი ჩაიყვანა. ჯოჯოხეთი ავსებულია სულებით სამოთხის მოპოვებას რომ იმედოვნებდნენ. მე პირადად ეს სიტყვები რომ ამოვიკითხე ცოტა შემეშინდა, ცოტა კი არა კარგად შემეშინდა. იმიტომ რომ მართლაც ისევ ცხოვრობთ, თითოეული ჩვენთაგანი არ შემეშლება, ალბათ თუ ვიტყვი გამონაკლისი ამ შემთხვევაში ალბათ არც არის სამწუხაროდ. თითოეული ჩვენთაგანი ისევ ცხოვრობთ, რომ ფიქრობთ, რომ ხვალ არის სწორედ ის დღე, ან ზეგ არის ის დღე, როდესაც მე ნამდვილად გამოუცხადებ ბრძოლას, მეცოდვას და ნამდვილად ხელს ვყოფ სინანულის ღვაწლს. ეს არის ხვალ. სამწუხაროდ თითოეული ჩვენთაგანი აი ესე ცხოვრობს. და ამას გვაფრთხილებს ილია მინიატისი და გვეუბნება რომ ამ ხრიგს ეშმაკმა მიმართა. ეს აზრი რომელიც ჩვენს ტვინში ყარად არის ფესვგადგმული, ეშმაკის მიერაა მოგონებული და აი ამ ტყვილით გაავსო მან ჯოჯოხეთი. ახეთ რა კარგა მოგონოს? სინანულის მოიმედეებით. ანუ აი ხვალ რომ გამოასწორებს, აი რომ მოემზადება და მერე რომ დააკეთებს რაღაცას თქვა. და სულის ხონების იმედი რო ქონდა. ვინ არის ეს ადამიანი? ადამიანი რომელიც სულის ხონების იმედი ვის აქვს? ეკლესიურ ადამიანს. არა ეკლესიურ ადამიანზე აქ ლაპარაკიც არ არის. ეკლესიურ მორწმუნე ადამიანზეა ლაპარაკი. რომელსაც სულის ხონების იმედი აქვს, მაგრამ ხვალ, ზეგ, მაზე, ეხლა და ამ წამს არა, მერე როდისღაც. და ეს მოგვატყუა ეშმაკმა, აი ხვალის იმედი ეშმაკმა ჩაუდო ადამიანს. სწორედ ამის გამო მისი მიზანი ეს იყო. და სამწუხაროდ ეს არის ტრაგედია, მაგრამ მართლაც გაავსო ჯოჯოხეთი ასეთი ადამიანი. oi ეს ჩვენი ცრუ იმედი ცხონებისა, ნამდვილი მიზეზი ჩვენი ტანჯვისა. ქრისტიანო, სინამდვილეში სურს სინანული და ცხონება? აი დრო, აი საშუალება. ახლა, როცა იერუსალიმში ავდივართ. ახლა, როცა წმინდა დღეები დადგა. ახლა, როცა მოახლოვდა წმინდა დღეები.
დროა სინანულისთვის ხელსაყრელი. საშუალება კი არის ის, რაზეც ღმერთმა მიუთითა ლოტს. ცხოვნებით იცხოვნე სული შენ, ნუ უკუ მოიხედავ უკუღმართ, ისწრაფე შენ მიწევნად მუნ. ამ ღვთაებრივ სიტყვებში მითითებაა სამ გარემოებაზე. პირველი, ცხოვნებით იცხოვნე სული შენ, ანუ ეცადე შენი სული სინანულით იხსნა ცოდვის ალისაგან, რადგან სულს თუ დაკარგავ, ყველაფერს დაკარგავ, ხოლო თუ შეიძენ, ყოველივეს შეიძენ. და თუ კი მას ერთხელ შეიძენ, ან დაკარგავ, სამუდამოდ ასე იქნება. მეორე, ნუ უკუ მოიხედავ უკუღმართ, ანუ ნუ ღარ მოხედავ შენ უწინდელ ცოდვას, რომელიც ერთხელ დაუტევი. ისწრაფე შენ მიწევნად მო. აი მესამე და მთავარი მითითება. ეცადე ეს სასწრაფოდ გააკეთო, ნუ გადადებ ხვალისათვის, რადგან არიცი ხვალინდელი დღე რას მოგიტანს. ხოლო თოკი ღითი დღე სქელდება, ყვანძები კი ჭიდროვდება. ყველამ იმ ცოდვიანი ხლართიდან, რომელსაც სინდისი ჰყავს შეკრული, ყველაზე მთავარი სამია. ყველა იმ ცოდვიანი ხლართიდან, რომელსაც სინდისი ჰყავს შეკრული, ყველაზე მთავარი სამია. ძვირის ხსენების, ვერცხლის მოყვარეობისა და ავხორცობისა. მინდა გიჩვენო, როგორ გაწყვიტო ისინი. მისმინე, ალექსანდრე დიდი აზიაში დაპყრობითი ომების დროს ზევსის ტაძარში შევიდა და იქ ნახა განთქმული კვანძი, რომელსაც გორდიას კვანძი ერქვა. მეფე გორდიამ ის დიდი ოსტატობით გაკვანძა. ტაძრის ქურუმებმა უთხრეს ალექსანდრეს, რომ ძველი წინასწარმეტყველების თანახმად, ვინც ამ კვანძს გახსნიდა, მთელ აზიაზე გამეფდებოდა. კვანძის გახსნა რა მცირედი გარჯაა, სამეფო კი როგორი დიდი შენაძენი. მაშინვე წადილით აღენთო დიდების მოყვარე მეფე. იღებს კვანძს, ყოველი მხრიდან ათვალიერებს, მაგრამ ვერც თავს პოულობს, ვერც ბოლოს. ბოლოები ისე იყო დამალული, ჭიდროდ შეკრული და ერთმანეთში ახლართული, რომ ჯაჭვი გეგონებოდათ. ის ატრიალებს, აბრუნებს, ეჯაჯგურება, ცდილობს, გახსნას და ვერ ხსნის. ხედავს, რომ ამის არანაირი საშუალება არ არსებობს. მახვილს იშიშვლებს. განა სულ ერთი არ არის, გავხსნი თუ გავჭრი, ამბობს იგი. მან კვანძი გაკვეთა და როგორც ერთი ლათინელი მეისტორი ამბობს, ან აბუჩა დაიგდო, ან წინასწარმეტყველება აღასრულა. ქრისტიანული ცოდვის კვანძები ამაზე მეტად დაახლართო და არის ღვთის უტყუარი სიტყვა, რომ ვინც მას გახსნის, სასუფეველს შეიძენს. რა მცირედი გარჯაა და რა დიდი ჯილდო. თუ კი შენ მისი გაწყვეტა ფიქრითა და განსჯით არ ძალგიც, მტკიცე გადაწყვეტილების מחვილით გასჭერ და ამით სჯულს აღასრულე. იღებ ძვირის ხსენების კვანძს და ხედავ, რომ მაგრადაა შეკრული. საწყენია, ამბობ შენ. მიუტევო მტერს, რომელსაც ჩემი კეთილდღეობა შეშურდა, ჩემს სიცოცხლეს ხელყოფდა, შეეხო ჩემს ღირსებას, ყველაზე ძვირფას, რაც ადამიანს გააჩნია. რა სიტყვის ქვეყანა. მაგრამ ოდესმე ხომ უნდა მოვინანიო. აქ ერთი მხრივ სათასასუფეველია, მეორე მხრივ ვნებების ბრძოლა სინანულთან, წუთისოფლისა სახარებასთან, ადამიანურის ჯულისა ღვთის ჯულთან. შენ კი ორთავე მხრიდან ალყა შემორტყმული, გონს ვერ იკრებ, არიცი, რა ქნა, ქრისტიანო, სანამ ყველაფერ ამაზე იფიქრებ, კვანძს ვერ გახსნი. მახვილი, აქ მტკიცე გადაწყვეტილებაა საჭირო. უნდა თქვა, მინდა მტერს მიუტევო, იმიტომ რომ ასე მიბრძანებს მცნებაში ღმერთი. ის თავად ამბობს, გიყვარდეთ მტერნი თქვენ. თავისი მაგალითითაც ამაზე მიმითითებს. ჯვარზე დაკიდებულმა მიუტევა იმად, ვინც ჯვარს აცვა იგი. მამაო, მიუტევე ამად. მინდა მიუტევო. წინააღმდეგ შემთხვევაში არც მე მომეტევება. ასე იკვეთება კვანძები. გადავიდეთ შემდეგზე, ვერცხლის მოყვარეობის კვანძებზე. მერე და რამდენია ისინი აქ. ტკბილია, ღატაკთა სისხლი, სხვისი ნივთიც ფრიად მიმზიდველია. გემო გაუსინჯე, მიითვისე და ახლა ამბობ, როგორ გააუბედურო შენი სახლი და შვილები. მოტაცებული როგორ დავაბრუნო, როგორ შევამცირო შემოსავალი და დავკარგო სიმდიდრე. მაგრამ ოდესმე ხომ უნდა მოვინანიო. საქმე სათასასუფეველს ეხება. ვერცხლის მოყვარეობა კი ძლიერ გზღუდავს. შენ ხელის გაწვდენა და დაჩაგრულისთვის წართმეულის დაბრუნება გინდა.
ვერცხლის მოყვარეობა კი გამოთვლის თუ რამდენი რჩება. ხოი ქრისტიანო, ვიდრე ამ ყველაფერზე იფიქრებ, ყვანს ვერასდროს გახსნი. მახვილი გჭირდება, მახვილი. აქ მტკიცე გადაწყვეტილებაა საჭირო. თქვი, მინდა დავაბრუნო სხვისინივთი, სხვაგვარად ვერ ვწყონდები. უსამართლო არ იკურთხება. სჯობს გავღარიბდე, ვიდრე დავისაჯო. მე მიყვარს ჩემი შვილები, მაგრამ საკუთარი სულიც მიყვარს. ასე იკვეთება ყვანზე. გადავიდეთ შემდეგზე, ავხორცობაზე. ხოი ეს რა ძლიერი კვანძია. აქ მართლაც და არც თავი ჩანს, არც ბოლო. მიატოვო მრუში, ან სხვისი ცოლი, რომელიც გიზის. მასზე ხანგრძლივი მიჯაჭულობა უკვე აღარ არის კვანძი. ეს რკინის ჯაჭვია. რა ვთქვა, მისმა სილამაზემ, ან ხელოვნებამ, ან კიდევ რაიმემ მოგხიბლა, დაგიმონა, გრძნობა, გონება და თავისუფლება წაგართვა. მაგრამ მადლობა ღმერთს, ერთხელ მაინც გინდა მოინანიო. საქმე ხომ ცათა სასუფეველს ეხება. მაგრამ მისი ცრემლები, სიტყვები, ალერსი არ გიშვება. რაღაც ვალდებულებები გაკავება. იცქერ და მებრალები. შენ მისი სახლიდან ცალი ფეხი გადმოდი. მეორეთი კი ისევ იგდგა ხარ. შენ მიდიხარ და კვლავ ბრუნდები. ტოვებ და ისევ გიყვარს. შენი გული ორად არის გაპობილი. ნახევარს ისფლობს, ნახევარს სულიერი მაქვს. მებრძოლ აზრთა ასეთ მღელვარებაში თავადაც არიცი, რა ქნა. მე გიკარნახებ, მაგრამ მანამდე მინდა გავიგო, ვის ველაპარაკები. სიკვდილს მიახლოებულ ავადმყოფს, რომელიც ჩხვეტას შეიგრძნობს. კიდევ აქვს სიცოცხლის იმედი და ექიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის გადაარჩინოს, თუ ავადმყოფს, რომელიც ვერაფერს გრძნობს და უიმედოა. მაშინ აღარც ექიმია საჭირო, აღარც მისი წამლები. ცოდვილიც ასევეა. როცა სინდისი ტანჯავს, ღვთის შიში ან ადამიანთა წინაშე სირცხვილით რგუნავს და მაინც არაფერს გრძნობს, ის უიმედოა. ის ღმერთმა მიატოვა. ასეთთან არ ვილაპარაკებ, რადგან ამაოა ყოველივე სიტყვა. მე იმას მიმართავ, ვისაც აწუხებს სინდისი. ღმერთის ეშინია, ადამიანებისა რცხვენია და მონანიება უნდა. მაგრამ არ იცის, რანაირად გახსნას ხორციელი ნასკვი. მაშასე მისმინე და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მას გადავჭრით სულიერი მახვილი, რომელსაც სიტყვა ღმრთისა. შენ ხარ ქრისტიანი, რომელსაც სჯული ნებას გრთავს გყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი, მოცემული ეკლესიისაგან და ღვთისაგან. შენ ხარ ქრისტიანი, რომელიც უნდა გაექცე არა მხოლოდ ქვეყნიურ გაკიცხვას, არამედ საუკუნო სატანჯველსაც. ქრისტიანი, რომელიც ზეციური სასუფეველის მოხვეჭას იმედოვნებს. არა მხოლოდ სახელს, სულსაც უნდა უფრთხილდებოდეს. მრუშის ან სხვისი ცოლის მიზეზით მწუხარებენ შენი მშობლები, ტირის ცოლი, გაძაგებენ ნათესავები, საიდუმლოდ გამხელს მოზღვარი, ღიად მასწავლებელნი. შენ მთელი ქვეყანა გუკიცხავს, შენ მთელი ქალაქის დასაცინი გახდი. ის შენს სირცხვილს დასტირის, შენს უგუნურებას დასცემის. მაგრამ ეს კიდევ ცოტაა, შენ ზულხარ ეკლესიას და თავის საიდუმლოებებს აღგიკვეთს. შენ მიგატოვა მფარველმა ანგელოზმა. ის როგორც წმინდა სული, შენი უწმინდურებით იბილწება. ღმერთს უმძიმს და აღარ შეუძლია შენი ატანა. შენს გვერდით ყოველთვის ეშმაკია, რათა სული წარგდაცოს. ჯოჯოხეთი პირდაღებული გელოდება, რომ წარსაწმედელში შთაგხდას და შენ კიდევ იცდი. ვერ მოგიფიქრებია, არ იცი რა უნდა ქნა, მას რანაირად დაშორდე. ხოი ქრისტიანო, ვიდრე იფიქრებ, ამასა და იმას გაიაზრებ, ყვანძებს ვერასდროს გახსნი. დღეს ერთი რამ გიშლის ხელს, ხვალ მეორე, ხოლო ეშმაკი ნასვს უფრო და უფრო მაგრად კრავს. მახვილი გჭირდება, მახვილი. ძმაო, აქ მტკიცე გადაწყვეტილებაა საჭირო. თქვი, უნდა მოვინანიო, მრუშს დავშორდე და სული გადავირჩინო. ეს უნდა გავაკეთო, რამე თუ სანამ მე მრუშე ვარ, არა ვარ ქრისტიანი. შორს ვარ აღსარებისაგან, წმინდა საიდუმლოსაგან, დედა ეკლესიისაგან, ჩემი ღმერთისაგან. მე მემკვიდრეობა აღკვეთილი ძე ვარ. საჭიროა სწრაფად დაუყოვნებლივ, ასე იგლიჯება კვანძი. ოღნეტავ კი ჩაგაგონოს ღმერთმა, რომ ისინი დღესვე გაგლიჯო და ხვალინდელ დღეს უკანასკნელ საათს არ დაელოდო. ხომ გსმენია, ვისაც ახლა შეუძლია სინანული, მაგრამ არ სურს, მისთვის დადგება დრო, როცა ამას მოინდომებს, მაგრამ
ვეღარ შეძლებს. აი ესეთი გამაფრთხილებელი სიტყვებით ამთავრებს თავის სიტყვას ილია მინიატისი. თითოეულმა ჩვენთაგანმა ყურად უნდა ვიღოთ. ნახეთ, ვისაც სინანულის დრო დღეს აქვს და არ სურს, მოვა დრო, როდესაც მას ეს მოუნდება და ვერ შეძლებს. მაგალითები ცოდვით შეპყრობისა, რომელიც აქ ჩვენ მოვისმინეთ ამ სიტყვაში, რა თქმა უნდა, არის მძაფრი. და შეიძლება ეშმაკმა მოატყუოს ადამიანი და აფიქრებინოს, რომ მე ახლა ესეთი ცოდვებით ხომ არ ვარ შეპყრობილი და აქედან გამომდინარე მე ეს სიტყვა არ მეხება. მოვიტყუებთ საკუთარ თავს. ამ ცოდვებით, რაც აქ არის ჩამოთვლილი, შეპყრობილნი ვართ. ამა თუ იმ ფორმით ვემონებით ცოდვას. და მანამ სანამ ჩვენი გადაწყვეტილება არ იქნება, რომ ღვთის სიტყვის מחვილით გადავჭრათ უბრალოდ თითოეული ეს განსაცდელი, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში დადგება, მანამდე არაფერი შეიცვლება. ეშმაკი ყოველთვის ერთი და იგივე ხერხით მოქმედებს. ადამიანს უსვავს კითხვებს, სთავაზობს ფიქრს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ასე იქცეოდა დასაბამიდან და დღესაც ესე იქცევა. მე ყოველთვის მიყვარს ყველას უთხრა ხოლმე და ჩემ თავსაც ხშირად შევახსენე. ვერ დადგება თქვენს მომენტში ცხოვრებაში ვერცეთი ისეთი მომენტი, რომელსაც პასუხს ვერ გაცემთ თუნდაც ჩვენი პირველი მშობლების ადამ და ევას დაცემის მომენტი. ვერ დადგება. აი ზუსტად როგორც ახლა აი აქ ესე ლამაზად თავისი საოცარი სიტყვით, როგორც ილია მინიატის ჩვევია, აგვიხსნა ყველაფერი. ეს მოხდა ევას შეცდენის დროს. ეშმაკმა მივიდა და ახლართა კვანძს. დაუწყო საუბარი. დააფიქრა ევა. მართლაც ისია, როგორც თუ არ არის, შეახედა, ნახე რა ლამაზია ხილი საჭმლად. როგორც კი დაფიქრდა, აი დამთავრდა მისი საქმე. არადა მასაც, როგორც ილია მინიატისი ამბობს, სულიერი מחვილით უნდა ერთხელ და სამუდამოდ გაეჭრა გველი და ეთქვა, რომ ღმერთმა მითხრა, მორჩა. აი აქ უნდა დამთავრებულიყო. თუ მთელი სიტყვა ილია მინიატისის ამას გვეუბნება დღეს ჩვენ. თუ ადამიანს ეს გადაწყვეტილება არ აქვს თავში, რომ ღმერთმა ასე თქვა და დამთავრდა, მაშინ ეს გორდიას კვანძი ყოველთვის შეკრული იქნება შენში. ნახეთ როგორ გვეუბნება, დღეს ერთ მიზეს მოგიტანს, ხვალ მეორე მიზეს მოგიტანს, ზედ მესამე მიზეს მოგიტანს. და ამას აყოლილი ყოველდღიურად ეს კვანძი სულ უფრო და უფრო ჩახლართული ხდება. ეს საზრუნავები, რომელთა გამოც ადამიანი სინანულს გადადებს ხვალისთვის, ზეგისთვის, მაძეგისთვის, სულ უფრო ჩახლართული ხდება. თუ ერთხელ არ იტყვის, რომ მორჩა დამთავრდა, ღვთის სიტყვა ესეა, მე უნდა გავჩეხო ეს ყველაფერი და მოვიქცე ისე, როგორც არის ღვთის სიტყვაში და რაც იქნება, ის იქნება. აი ეს გადაწყვეტილება თუ ადამიანს არ აქვს თავის ცხოვრებაში, დაუბრუნდები დღევანდელი სიტყვის დასაწყისს. აი ესეთ ადამიანზეა ნათქვამი, რომ ცხონების მოიმედე ჯოჯოხეთში გაახილა თვალიო. ღმერთმა გვაშოროს თითოეულ ჩვენთაგანს ეს. საშინელი სიტყვები გავმეორდები კიდევ, ცხონების მოიმედე ადამიანებით გავსებული ჯოჯოხეთი. ნახეთ, და ყველა ეს ის ადამიანია, ვინც ფიქრობდა, ესია, ისია, როგორ ჯობია, აი სულ მარტივი და სულ აი ძალიან ესე თქვა, ესე დონეზე რო ჩამოვიყვანოთ, აი რაც სამწუხაროდ ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე მართლმორწმუნე ქრისტიანებში. ცნებაა, რომ ადამიანი კვირას ეკლესიაში წირვას უნდა ესწრებოდეს. ღვთის ცნება. ადამიანი ფიქრობს, მოდი ამ კვირას მიარწავოთ, იმიტომ რომ ეს არის, 1000 ძალიან ესე ვთქვათ, საპატიო მიზეზია. აი აქ უნდა ადამიანი მიხვდეს, რომ აი ეს ხლართავს უკვე ეშმაკი. უკვე მიხლართავს ტვინში ამ კვანძს.
და აქ უნდა მარტივად თქვას, რომ არა. ღვთის სიტყვა რომ მე იქ უნდა ვიყო და იქ ვიქნები. მინდა არ მინდა ფეხი მეზარება როგორ არის, რანაირად ეს თავში 1000 აზრს გააჩენს უკვე ეშმაკი. ის მომზადებული არის უკვე. მილიონ აზრს გააჩენს. და ადამიანს ატყობს, აჯერებს, რომ ის აზრები ყველა მისი აზრებია და ბოლოს შეაცდენს ერთხელ. მეორეჯერ უფრო მეტად მომზადებულია, უფრო კარგად მომზადებულია. და კიდევ იმეორებს და იმეორებს. ასე ყველაფერს. და ადამიანი მთელი ცხოვრება არის ხვალ, კიდე ხვალ, არის ხვალიდან იქნება. აი ლოცვა უნდა თქვას ადამიანმა, 1000 აზრს ულენს ეშმაკი, რომ აი ძალიან დაღლილი ხარ, აი სკოლაში გეჩქარება, ან სამსახურში გეჩქარება, აბა როგორ იზამ. აი აქ უნდა თქვას ადამიანმა, რომ არა, მე ვიცი რომ ჩემმა დედა ეკლესია მითხრა, რომ ლოცვა უნდა თქვა, სამსახურში დავიგვიან. მაგრამ ლოცვას ვიტყვი. ნახეთ, ეს არის ამაზე ილიამინიტესი ამაზე ლაპარაკობდა. ხო? ტყვილი არ შეიძლება. ყველამ ვიცით, რომ ტყვილი არ შეიძლება. ხო, ყველამ ვიცით. მაგრამ ყველა ხო ვიტყუებით ჩვენი მიზნების მისაღწევად. და რამდენ აზრს გვინერგავს ეშმაკი თავში თუ რატომ უნდა მოვიტყუოთ ასე? რომ სხვანაირად არ შეიძლება. აბა არ გამოვიდო და უხერხული იყო. აი რამდენი ვაკეთებთ ეს? აი ეს არის ის კვანძი. აი ამას ხლართავს ჩვენს ტვინში ეშმაკი. ვეც კი არაფერს არ ხლართავს. ამაზე მუშაობთ, ისე ჩახლართოს სიტუაცია, რომ ადამიანი გამოსავალს ვერ ხედავს, უბრალოდ სხვანაირად არ შეიძლება. აბა რა ვქნა? ხომ ყველა უყოფილო ვართ ესეთ მდგომარეობაში, აი რა გავაკეთო, აბა როგორ მოვიქცე? და ყველაზე უბედურება ის კი არ არის, რომ ადამიანი ესეთ მდგომარეობაში, ყველაზე უბედურება ის არის, რომ შენთან მოსული როცა არის მღვდელთან, შენც ესე ფიქრობ. შენც უთან აგრძნობ. და რაღაცნაირად შენც ფიქრობ, აბა რა ქნას, უნდა შეეცოდო. აი აქ უკვე ბრმას მიუძღვისო და ორივე ერთხელ თხრებში გადაწვიდებიან. აი ესე არ უნდა დაგვემართოს. ნახეთ, უბედურება თვითონ მღვდლებიც, ყველა სხვაზე არ ვილაპარაკე. საკუთარ თავზე უნდა. შენც ესე ხარ მოწყობილი კაცი, რომ აბა რა ეკნა ახლა. აბა სამსახურს დაკარგავთ. ფიქრობ ახლა იწყებ ფიქს, აი შვილებს რა საჭმევს. აბა როგორ უნდა ეს რჩევა რომ მივცე. გეშინია, წარმოიდგინეთ მღვდელს. რა სამარცხვინო არის, ხო, რომ ტვინში შემოგიძრა უკვე ეშმაკი და გეუბნება რომ რო დაგიჯეროს ამან და სწორად მოიქცეს. და მე შვილები მშიერი დარჩეს. მე ეს პასუხისმგებლობა ხო შენზე. ნახეთ ეშმაკი როგორ მუშაობს. რო უკვე იმ ადამიანს, რომელსაც სინდისმა შეაწუხა და მოვიდა შენთან აღზარებაზე, უკვე ახლა შენზე მუშაობს ეშმაკი, იგივე ხლართებით. უკვე გაზრუნებს იმაზე და თუ შეგეშალა და აყევი ამ ყველაფერს და იმიტომ რომ ძალიან მართლაც ეს ამ სიტყვას რო კითხულობდი, აი მართლა ისე კვანძავს, ისე ხლართავს, რომ აი გამოსავალი არ არის. აი აქ მღვდელსაც, ერისკაცსაც, ყველა ქრისტიანს აქ უნდა გაახსენდეს სწორედ ღვთის სიტყვა არის ის მახვილი. ღმერთმა თქვა, მორჩა, უღაფიქრობ. თორე თუ ფიქრობ ამას ვერასდროს ვერ გახსნი. გამორიცხულია. როგორ ჩვენ ახლა მაგაში ვაჯობებთ ეშმაკს? რომელიმე ჩვენთაგანი მაგაში ეშმაკს ვაჯობებთ ჩახლართვაში რაღაცეების გამორიცხულია. მერტი კიდე ყოველთვის ესე მარტივად გველაპარაკებ. ჩვენს პირველ მშობლებს უთხრა, არ შეჭამოთ. თორე მოკვდებით. ურჩა, პეტერფერი არ უთქვი. არ შეჭამოთ, თორე დაიღუპებით. ეშმაკმა ჩაუხლართა ესაუბრა, დიალოგი იყო და აყვა ადამიანი და დაღუპა. აი ჩვენც ესე უნდა ვიყოთ. არ შეიძლება რაღაცა? შვილიც რომ მშიერი დაგჭეს, არ შეიძლება მორჩა. დამთავრებული ამბავია. ესე უნდა იყოს თითოეული ჩვენთაგან. თუ არ შეიძლება, აღარ უნდა ლაპარაკი. მაგრამ ყველაზე საძულველი სიტყვა ალბათ. მაგრამ. კი ვიცი, მაგრამ
აი მაგრამამდე რაც თქვით ის არაფერი აღარ არის. ნახეთ? ამიტომ ვევედროთ ღმერთს განსაკუთრებით ამ მარხვაში. ჩვენ მარხვის დასაწყისში ვთქვით, რომ მიზნად უნდა დავისახოთ, რომ რაღაცა ამ მარხვას ისეთი შევიძინოთ, რასაც მერე შევინარჩუნებთ და არ დავკარგავთ მარხვის მერე. და იყოს, მოდი ეს შევეცადოთ, რომ ეს იყოს აი ამ მარხვაში ჩვენი შენაძენი, რომ ეს გადაწყვეტილება ყოველთვის თავში გქონდეს. ეს დავიმახსოვროთ, რომ ღვთის სიტყვა არის ის მახვილი, რომელიც ამ გორდიას ჩვენ შემთხვევაში ეშმაკის ხლართებს ჭრის და აღნათქვამი ამისათვის არის სათასასწრებელი. მართლაც ილია მენიატისის ის არ იყოს საქმე ძალიან მარტივია, მცირეა, ჯილდო განუზომლად დიდი. განუზომლად დიდი ჯილდო არის. ამიტომ თითოეულ ჩვენთაგანს ეს უნდა გქონდეს თავში და ყოველდღიურად ამაზე უნდა ვფიქრობთ. ხვალ არ არსებობს. ეს კვანძები დღეს უნდა ხვალ რა იქნება, არავინ არ იცის. არავინ არ იცის ხვალ რა იქნება. არავის შეჰპირებია ღმერთი ხვალინდელ დღეს. ის კი არა მეორე წამს არავინ შეპირებია ღმერთი. არც ჩვენთაგანს წუთიც არ აქვს აი ამის მერე. შეპირებული არავინ არ არის. ესე არ არის? ესეა. აქედან გამომდინარე, აი ამ წუთიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა ესე ფიქრი. ამ წუთიდან ესე უნდა დაიწყოს ადამიანმა ფიქრი. როდესაც მე სინდისი მეტყვის, რომ ეს არ შეიძლება, არ გააკეთო, მორჩა, შედეგებზე არ იფიქრო. შედეგებზე არ იფიქრო. ისე როგორც აი ხშირად მომყავს მაგალითად და იმიტომ რომ მართლა კარგი მაგალითია. ა ブラ ამმა მთავარი. აი ა ブラ ამმა მთავარს ეს მახვილი ყველაზე კარგად ქონდა ღვთის სიტყვის მახვილი. ისე რომ როდესაც ღვთისგან ისმენდა რაღაცას, ის აღარ ფიქრობდა. იმას უბრალოდ აკეთებდა. უთხრა შვილი მოკლა. იმიტომ რომ მან გონებაში ის მოკლა. ა ブラ ამს გონებაში ის მოკლული ყავდა. ის არ იმედოვნებდა არაფერს სხვას. გონებაში მან მოკლა ის. ეს ხო ჩვენთვის არის ეს მაგალითი მოცემული. აი ესეთი რწმენა შეერაცხა მას სიმართლე. სხვანაირი რწმენა არა. ამაზე ამბობს ნუ შეერაცხა რწმენა ა ブラ ამს და შეერაცხა მას სიმართლე. აი ესეთი რწმენა თუ არ აქვს ადამიანს, ის ქრისტიანად არ იწოდება თურმე. ახლა ჩვენ თავს თითოეულმა ჩვენთანმა ვკითხოთ, რომელს გვაქვს ესეთი რწმენა. აი რომელს გვაქვს ესეთი რწმენა. ალბათ ყველა საკუთარ თავს ერთმანეთს მოვკითხავთ ამას. საკუთარ თავს შევეკითხოთ ეს და საკუთარ თავს პირუთვნელი პასუხი გავცეთ. გვაქვს თუ არა ესეთი რწმენა. არა და ასეთი რწმენის გარეშე ცხონება არ შეიძლება. აბა ეხლა ეს ორი მცნება ერთმანეთს დაუკავშიროთ და რა გამოდის? სწორედ ის გამოდის, რითიც თავისი სიტყვა დაიწყო ილია მენიატისმა. ცხონების მოიმედე ადამიანებით, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ ამისთვის, სავსეა ჯოჯოხეთი. ღმერთმა დაგვიფაროს თითოეული ჩვენთაგანი ამის. ღმერთმა თავისი კაცთმოყვარებით მოგმადლოს სიბრძნე და მოშურნეობა, რომ ღვთის სიტყვა ჯერ ეგერთი ვისწავლოთ, იმიტომ რომ მახვილი კარგია, თორემ მახვილი თუ არა გაქვს ხელში ეხლა და ხმარება არ იცი, აფერი გამოამის. ამისგან ხო? ამიტომ პირველ რიგში სულ ამას ვიმეორებ, ღვთის სიტყვის მახვილია, ეს უნდა იცოდეს თითოეულმა ქრისტიანმა. ღვთის სიტყვა უნდა იცოდეს, მისი მცნებები უნდა იცოდეს აუცილებლად. რომ შემდგომ მათი გამოყენება შეძლოს შესაბამისად. თუ ეს არ იცის, თუ ის მახვილი ხელში არ უჭირავს, მაშინ ვერაფერს ვერ იზამს. ხო ისე როგორც ალექსანდრეიც ახლა მახვილი რომ არ ქონოდა, რითი გაკვეთავდა იმ კვანს, ვერ გაკვეთავდა იმ კვანს, ხო? ჩვენი მახვილი ეს ღვთის სიტყვა არის. რომლითაც უნდა ვძლიოთ ეშმაკს, სხვით ვერაფრით ვერ ვძლებთ. აი დღევანდელი სიტყვის, ილია მენიატისის სიტყვის მიზანი ესეა, რომ შევიარაღდეთ ამ მახვილით და ყველა წინაღობა ამ მახვილით გავკვეთოთ. ნუ არ უნდა ყურება ხელში ტრიალი როგორ ანაირად ვერ იზამ. ვერავინ ვერ შეძლო და ვერ ჩვენ ვერ იზამ. მხოლოდ ის მახვილი, რომელიც ღმერთმა მოგცა ხელში. აი იმით უნდა შევძლოთ ამ კვანძის გახსნა. ღმერთმა შეგვაძლებინოს თითოეულ ჩვენთაგანს, რომ
სიცოცხლის არა, მოდი სიცოცხლის ბოლოს არ ვიტყვი. დღესვე გადაჭრას თითოეულმა ჩვენთაგანმა ესმახული. დღესვე რომ მე ერთად ვადიდოთ ჩვენი უფალი ზეცათა სასუფეველში. ღმერთმა დაგლოცოთ და